და ალექსანდრე მარგეშვილის მიმართ გაისმა. საყდრისის კომიტეტის წევრები კი მზად არიან მოქმედ მაღალჩინოსნებსა და კულტურის ყოფილ მინისტრს შორის გამართული საუბრის მტკიცებულებებით წარადგინონ. აბსურდის თეატრია რა ზეწოლა. ეკონომიკის მინისტრი მის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და გურამოდიშარიაზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. საყდრისის კომიტეტის წევრების მტკიცებით, კულტურის ყოფილმა მინისტრმა მათთან საუბარში სწორედ დიმიტრი ხუმსიშვილი და ალექსანდრე მარგეშვილი დაასახელა იმ პირთა შორის, ვინც მას საყდრისის საკითხის გადაწყვეტას აიძულებდა. შეხვედრები იყო ჩვეულებრივი კოლეგიალურ დონეზე ბევრი ხალხის თანდასწრებით, რაც კი წარმომიდგენია, რომ არ მოგატყვილოთ მინისტრის მოადგილემ როგორ უნდა მოახდენოს ზეწოლას სხვა სამინისტროს მინისტრზე. ჩვენ წარმოვადგენთ ყველა საჭირო მტკიცებულებას. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები მზად არიან გურამოდიშარიასთან საუბრის და ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის მტკიცებულებები წარადგინონ. იქ ბატონოდიშარიას არ უთქვამს, რომ იქ ხუმსიშვილმა დაადო ბორკილები და ჯუღმუში დაამწყვდია. არსებობს ზეწოლის სხვადასხვა ფორმები, ხა, როდესაც მოგიწოდებენ თვეში ორჯერ, სამჯერ, ან უფრო მეტ ხშირად შეხვედრებზე, რომ აუცილებელი არის ამაზე ხელმოწერა და უნდა გადააბიჯო რაღაც მორალურ. საყდრისისთვის გურამოდიშარიას სტატუსი არ მოუხსნია, რაც საყდრისის მცველების თქმით მინისტრის გათავისუფლების საფუძველი გახდა. თავადოდიშარიას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია სატელეფონო საუბარში, მხოლოდ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, ზეწოლა კი უარყო. საყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი შემდეგ ოპოზიცია გამოძიების დაწყების ახალ წინაპირობად სწორედ ყოფილ მინისტრს შესაძლო ზეწოლის ფაქტის გახმაურებას ასახელებს. ნაციონალური მოძრაობა საყდრისის საკითხის შესწავლას პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოითხოვს. ჩადენილია რამოდენიმე ტიპის დანაშაული. პირველი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქება, მეორე არის სუფთა კორუფციული საფუძველი. ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების გარეშე ესე სწრაფად ვერ ააფეთქებდნენ საყდრის. რომ იყო ზეწოლა და შეკვეთა იყო პირდაპირი, რათა საყდრისისთვის ძეგლის სტატუსი მოეხსნათ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია. ეს იქნება ძალიან სამარცხვინო ისტორია ქართული ოცნების ზოგადად ისტორიაში და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. გურამოდიშარიასგან განმარტებებს ელოდებიან მმართველ გუნდში. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის შემთხვევაში რესპუბლიკელები საკითხს მხარს დაუჭერენ. ქვას ოდიშარიამ რა იყო, ვის გულისხმობდა, ვინ ერჩოდა, ვინ ეხებოდა, ამდენ სად იყო და ასე შემდეგ. საყდრისში კომპანიისთვის სამუშაოებზე ნებართვის გაცემის მიზნით მაღალი თანამდებობის პირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეც. ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ეს ზეწოლა. მოთხოვნა იყო, მოდიოდა ზემოდან, რომ საყდრისი არ ყოფილიყო შემაფერხებელი გარემოება კერძო ინვესტორის მუშაობისთვის. კომპანიას ყავდა არაფორმალური ლობისტები სახელმწიფო სტრუქტურებში ცალსახა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ 12 დეკემბერს და წლის ბოლოსაც ვერც ერთ შემთხვევაში კომპანია ვერ მიიღებდა ერთ დღეში იმ სასურველ გადაწყვეტილებებს, რომ არა კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საყდრისი ყაჩაღიანში მომხდარი აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოითხოვა ეფექტური გამოძიება და მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ გადასული პარტიის ფორმირების და ვისაუბროთ ყველა ძალასთან, რომელიც არის პატრიოტული. კიევის ყოფილი მერი ბედნიერი